კონსტიტუცია ამბობს, რომ ხალხს შეუძლია წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს უიარაღოთ და საჯაროდ. ანუ ეს სიტყვები კაფიოდ წერია კონსტიტუციაში წინასწარი ნებართვის გარეშე. მიუხედავად ამისა, ასევე წერია კონსტიტუციაში, რომ შეიძლება დაწესდეს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ ხალხის ან ტრანსპორტის მოძრაობის ადგილას იმართება შეკრება. აქ წერია გაფრთხილება და არა ნებართვა. ესე იგი, კანონი როცა მიიღეს, დღეს რა კანონის მიიღეს 10 დეკემბრიდან რო კანონი შევიდა ძალაში, ამ კანონით ფაქტიურად ნებართვის რეჟიმი შემოიღეს, იმიტომ რომ თუ პოლიცია ესე იგი, თუ პოლიცია სავალდებულო მითითებას გაძლევს, გეუბნება, რომ აქ არ ჩაატარო აქცია, მაშინ თვითონ გეუბნება, რომ გისახელებს აქციის ადგილის და დროს და იმ ადგილას უნდა ჩაატარო აქცია. შესაბამისად ეს კანონი არის არაკონსტიტუციური, იმიტომ რომ რეალურად მას შემოაქვს ნებართვის რეჟიმი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე დავიცავი ეს არაკონსტიტუციური კანონი, შემოვიტანე გაფრთხილება კანონის სრული დაცვით. შევიტანე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. 11 დეკემბერს შევიტანე ეს გაფრთხილება. ჩავწერე, რომ 11 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება აქცია პარლამენტის წინ. მიუთითე კანონის მუხლი, მიუთითე მონაწილეთა რაოდენობა, შეკრების მიზანი, ყველაფერი მიუთითე, რაც კანონში წერია. და ეხლა დღეს პოლიცია მეუბნება, მე ვიყავი გადასული და პოლიცია მეუბნება, რომ შენო რადგანო პასუხი არ მიგიღიაო, ესე იგი ნებართვა არ გაქვს, რომ აქცია ჩაატარო. კანონში არ წერია ასე, კანონში წერია, რომ პოლიცია უფლებამოსილია 3 დღის ვადაში მოგცეს სავალდებულო მითითება და იმ 3 დღის ვადაში არაფერი არ უთქვამს, რომ არანაირი მითითება ჩემთვის არ მოუწია. შესაბამისად, ეს თუნდაც იმ კანონის საფუძველზე, რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო, ეს არის სრულიად კანონიერი აქცია. პოლიცია არის გაფრთხილებული კანონის დაცვით, არანაირი პრეტენზია არ ქონიათ და ეს არის კანონიერი აქცია.